ქართველი მეწარმეებისთვის 9 მილიარდიანი საექსპორტო ბაზარი იხსნება. საქართველოს ჩინეთს შორის უკვე ხელმოწერილი მემორანდუმები, რომელიც სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში ქართული წარმოშობის ფრინველის ხორცისა და თაფლის ხარისხის აღიარებას გულისხმობს. ეს იმას ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს ბაზარზე ქართველი ფერმერები და მეფუტკრეები საკუთარი პროდუქციის გატანას შეძლებენ. ქართულ და ჩინურ კომპანიებს შორის ახალი ბიზნეს კონტაქტების დამყარების მიზნით კომუნიკაცია დაწყებულია. შალვა სუმბაძე არკვევდა, რა გავლენას მოახდენს ქართული წარმოების ზრდაზე უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთან გაფორმებული ხელშეკრულებები და როგორ ემზადება კერძო სექტორი ახალი ბაზრის ასათვისებლად. 14 მილიონ ტონაზე მეტი მოხმარებული ფრინველის ხორცი წელიწადში და თითო ადამიანზე საშუალოდ 10 კილოგრამი. ჩინეთის საერთაშორისო სტატისტიკის მიხედვით სოფლის მეურნეობის ამ პროდუქტის ერთ-ერთი უმსხვილესი მომხმარებელია. ბაზარი მზარდია და ამ პირობებში ქართველი მეწარმეებისთვის ახალი შესაძლებლობა ჩნდება. უკვე ხელმოწერილია თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ქართული ფრინველის ხორცის ხარისხის აღიარებას გულისხმობს. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში წარმოებული ფრინველის ხორცისთვის უმსხვილესი საექსპორტო ბაზარი იხსნება. თანამშრომლობის ფარგლებში უკვე დაწყებულია პროტოკოლის დამუშავება, რომელიც წინაპირობა იქნება ადგილობრივი ექსპორტის განხორციელებისას. აღნიშნული მოიცავს შესაბამისი ექსპორტის პროცედურებს, რაც გულისხმობს როგორც წარმოებლის აღიარებას და ეს ვთქვათ ნებართვის მიცემას ჩინეთის მხრიდან, ამავე დროს ვეტერინარული სერტიფიკატის მიღებას და სხვა ყველა იმ პროცედურას, რომელიც ესე ვთქვათ სხვა ქვეყნებში ექსპორტის შემთხვევაში გაიცემა სააგენტოს მხრიდან. ორ ქვეყანას შორის შეთანხმების გაფორმებამდე მოლაპარაკებები გაცილებით ადრე დაიწყო. მას შემდეგ, რაც საკითხი გააქტიურდა, დაინტერესებულმა ჩინურმა კომპანიებმა ქართველ მწარმოებლებთან კომუნიკაცია უკვე დაიწყეს. ქათმის ხორცის უმსხვილესი ექსპორტიორების განმარტებით, მასშტაბები, რომელიც ჩინურ ბაზარს დააკმაყოფილებს ამ ეტაპისთვის არ არსებობს. თუმცა საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება მათი აზრით დადებითი მოვლენაა. ამასთან გრძელვადიან პერსპექტივაში კომპანიები არც წარმადობის ზრდას გამორიცხავენ და ფიქრობენ, რომ თუკი სახელმწიფო მხრიდან გარკვეული შეღავათები იქნება, სექტორს განვითარების და ზრდის დიდი პოტენციალი გააჩნია. ძირითადი ინტერესი ჩინური კომპანიის არის ქათმის ფეხის თითები. ინტერესი ჩინური კომპანიების დაახლოებით არის თვიურად 300 ტონა. ჩვენ დაახლოებით შეგვიძლია მაქსიმუმ 20-25 ტონა ვაწარმოოთ. მთავრობამ მეტი ყურადღება უნდა მიანიჭოს ქათმის ხორცის წარმოებას და ჩემი აზრით თუ ქათმის ხორცი ერთ-ერთი ხორცია, რომელიც იბეგრება დეღიადად და თუ განთავისუფლდება, მაშინ ჩვენ შეგვიძლია მაგალითად ქათმის ხორცის წარმოება 2 და 3 გავზარდოთ. ფრინველის ხორცი ერთადერთი არ არის, რომლის ექსპორტისთვისაც ჩინური ბაზარი გაიხსნა. კიდევ ერთი სოფლის მეურნეობის პროდუქტი თაფლია, რომელზეც სტრატეგიულ პარტნიორებთან შეთანხმება გაფორმდა. ჩვენ უკვე აპრილის თვეში მივიღეთ ხელმოწერილი დოკუმენტი, რითიც ეძლევა ქართულ ბიზნეს ოპერატორებს, ამ შემთხვევაში კი ფუტკრის და ეს ვთქვათ თაფლის მწარმოებლებს, რომ თაფლის ექსპორტი განახორციელონ ჩინეთის ბაზარზე. აღსანიშნავია, რომ მიდის ტექნიკური დეტალების დაზუსტება ამ კონკრეტულ ეტაპზე, რაც გარკვეულ სამუშაოებს მოიცავს. ეკონომისტების შეფასებით ეს შეთანხმებები იმაზე მეტია, ვიდრე ორი ადგილობრივი წარმოების პროდუქტის მსხვილ ბაზარზე მოხვედრა. მათი აზრით, ჩინეთის დაინტერესება ქართული წარმოებით ზრდის პერსპექტივას, რომ ქვეყანაში ახალი ინვესტიციების მოზიდვა მოხდეს, რაც მთელი რიგი პროდუქტების წარმადობას გაზრდის. როდესაც ინვესტორი ხედავს, რომ საქართველოსთვის ჩინური ბაზარი უფრო და უფრო მეტად იხსნება და ახალ-ახალი პროდუქტები აღწევს ჩინურ ბაზარზე და ამისი რეალური პრეცედენტები ვრცელდება, რა თქმა უნდა, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ინვესტორების ინტერესდებიან იმით, რომ დაიწყონ საქართველოში წარმოება, ერთი მხრივ ჩინურ ბაზარზე გაიტანონ თავიანთი საქონელი, ან მეორე მხრივ ევროკავშირის ბაზრითაც იყვნენ დაინტერესებული, შესაბამისი სეგმენტები მოიპოვონ ორივე ბაზარზე. ეს მესამე ქვეყნებისთვისაც არის საინტერესო, ვისაც თვითონ აქვს გარკვეული შეზღუდვები ან სირთულეები ჩინეთთან ან ევროკავშირთან ვაჭრობის კუთხით, რომ საქართველოს გავლით მოახდინონ მათი პროდუქციის გატანა ევროკავშირში ან ჩინეთში. 2025 წლის დასაწყისიდან დღემდე ჩინეთში 246 მილიონ ლარზე მეტის პროდუქცია გავიდა ექსპორტზე. უნდა აღინიშნოს, რომ ადგილობრივ ექსპორტში ჩინეთი საქართველოს რიგით მესამე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია.